პროგრამა ინგლისური ენა სამოქალაქო განათლების გამოყენებით დასრულდა. გურიის ახალგაზრდულ რესურს ცენტრში საჯარო სკოლის დირექტორებს ორგანიზაციამ FH International-მა კომპიუტერული ტექნიკა გადასცა. პროგრამა ინგლისური ენა სამოქალაქო განათლების გამოყენებით, რომელსაც გურიის რეგიონში საჯარო სკოლების ინგლისური ენის პედაგოგებისთვის ორგანიზაცია FH International-ი გურიის ახალგაზრდული რესურს ცენტრის შუამავლობით ახორციელებდა დასრულდა. ორგანიზაციის წარმომადგენლები საჯარო სკოლების დირექტორებს შეხვდნენ და სკოლებში ინგლისური ენის გაუმჯობესების მიზნით პროექტით გათვალისწინებული კომპიუტერული ტექნიკა გადასცეს. იქ გაფორმდა მიღება ჩაბარების აქტი. პროექტი, რომელიც განხორციელდა ახალგაზრდული რესურს ცენტრის შუამდგომლობით, ვფიქრობ, რომ ძალიან აუცილებელი და საჭირო იყო სკოლისათვის, მიუხედავად იმისა, რომ ვთვლი, რომ ძალიან კომპეტენტური და კარგი სპეციალისტები მყავს ინგლისური ენის და ეხლა ამ ეტაპზე საჩუქარი კიდევ ერთი ასეთი, რომ გადმოეცა სკოლებს ტექნიკა, რომელიც პროექტების ხარჯზე შედის სკოლაში, ამ დიდრებს და სასწავლო პროცესს კიდევ უფრო აუმჯობესებს. პროგრამის ერთ-ერთი კომპონენტი გახდათ სკოლებისათვის ტექნიკური აღჭურვილობის გადაცემა, რომელიც ინგლისური ენის სწავლებისა და შესწავლების გაუმჯობესებას დაეხმარებოდა სკოლებში. მე მინდა მიულოცო სკოლის დირექტორებს. პროგრამის საშუალებით ტრენინგები 32 საჯარო სკოლაში განხორციელდა, რითაც პედაგოგთა კვალიფიკაციის ამაღლება გახდა შესაძლებელი. ეს იყო ცდა იმისა, რომ გაგაუმჯობესებინა ინგლისური ენა საჯარო სკოლების პედაგოგებში. მიუხედავად იმისა, რომ ისინი ენას შესანიშნავად ფლობენ, ტრენინგები მათთვის ნამდვილად საჭირო აღმოჩნდა. საელჩოს მხარდაჭერით ჩვენ გურიის რეგიონში დაახლოებით 32 სკოლის პედაგოგებს ჩაუტარეთ ტრენინგები. მე შედეგს ვხედავ და ეს ძალიან მახარებს. პროექტის საშუალებით როგორც შერჩევის, ასევე კონკურსის შედეგად ინგლისური ენის პედაგოგებს წინ ამერიკაში ვიზიტი, საზაფხულო ბანაკი და ეროვნულ კონფერენციაზე დასწრება ელოდებათ.